გამარჯობა, თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს, ამჯერად გიერთდებით ბათუმიდან, ვსაუბრობთ გმირთა ხეივანში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და მე ახლა რამ ჩართვაში რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჩვენებთ თუ რა რეალობა არის ქალაქის შუაგულში, რეკრეაციულ ზოლში, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და საუბარს დავიწყებ აქ სველი წერტილებით, რომელსაც უკვე გიჩვენებთ პირდაპირ ეთერში თუ რა მდგომარეობაში არის ახლა ეს საპირფარეშოები კერძოდ ჩამტრეული არის მინები და შიდა სივრცეში მდგომარეობა არის ასეთი ფაქტობრივად ყველაფერი არის აქ დამტრეული, განადგურებული, როგორც ნიჟარები, ასევე უნიტაზები, ხელსაბანები და ინვენტარიც კი არის ფაქტობრივად განადგურებული. იგივე მდგომარეობა არის ასევე მეორე საპირფარეშოშიც, თქვენ ხედავთ, შესასვლელი კარიც ჩამტრეულია, შიდა კარიც ჩამტრეულია, მათ შორის ნიჟარებიც ამ მდგომარეობაშია. იმის გამო, რომ შენობაში წყალი ჩადის, თქვენ ხედავთ, ჭერიც არის დაზიანებული და ასეთ მდგომარეობაში არის ახლა გმირთა ხეივანში არსებული საპირფარეშოები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხიდიც, როგორც ჩანს, არის უხარისხოდ გაკეთებული, რადგან ხიდიდან წყალი ჩადის კომერციულ ობიექტებში და ალბათ თქვენ კადრში ხედავთ, შიგნით ნაწვიმარს, კვალს, რა მდგომარეობაში არის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს კომერციული ობიექტები იჯარით უკვე ბათუმის მერიამ გასცა, თუმცა მოიჯარეები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ კომერციული საქმიანობის დაწყებას, რადგან წყალი ჩადის ამ შენობაში და ვერ ახდენენ შენობის რეაბილიტაციას. სხვათა შორის ამის შესახებ აჭარა თაიმსი წერდა თავის სტატიაში, სადაც მოიჯარეები აცხადებდნენ, რომ ისინი ელოდებიან თუ როდის დამთავრდება აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა შეძლონ ეკონომიკური საქმიანობის განახლება, გაგრძელება. მოკლედ ასეთი არის ვითარება ახლა გმირთა ხეივანში, თუმცა ეს ადგილი არ არის ერთადერთი, სადაც ასეთი მდგომარეობა არის გმირთა ხეივანში. აჭარა თაიმსმა მოიწვია სტუმრები და პირდაპირ ეთერში სტუმრების მოსაზრებებს გიჩვენებთ. თავისუფლების მოედნის წევრი აზა გაბუნია არის ჩვენთან ერთად, ასევე კორუფციის მკვლევარი გოჩა ჟავანაძე და მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ შევაფასებთ გმირთა ხეივანში არსებულ მდგომარეობას, ვისაუბრებთ იმ სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე, ასევე საკითხს შევაფასებთ პოლიტიკურ ჭრილში. პირველი, ვისთანაც ვისაუბრებთ, არის გოჩა ჟავანაძე. მოგესალმებით, გოჩა. მადლობა, რომ გამოვყევით ამ ტერიტორიაზე, ერთად ვნახოთ რა ხდება, რა ვითარება არის ადგილზე. თავის დროზეც ეს პროექტი დაიწყო კრიტიკის ფონზე და ისე დასრულდა ეს პროექტი. ფაქტობრივად ჩაუბარებელი სამუშაოები ჩაიბარა ბათუმის მერიამ და დღეს ვითარება არის ამგვარი. ფაქტობრივად არ მუშაობს შუშუმო პირთა ლიფტები, სკამები დამტრეულია. ინფრასტრუქტურის ნაწილი ფაქტობრივად არის განადგურებული. რის შედეგი არის ეს თავდაპირველად შევაფასოთ და შემდგომ უკვე ვისაუბროთ პროექტის მიმდინარეობისას რა ტიპის ხარვეზები გამოიკვეთა. მოგესალმებით ხალხო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ საუბრობთ ქალაქში არსებულ პრობლემებზე, ზოგადად ხელისუფლების ფულგრილ დამოკიდებულებაზე, გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და გაფლანგულ სავარაუდოდ კორუფციის კუთხით დახარჯულ მილიონობით ლარზე, რომელიც რეალურად უნდა მოხმარებოდა ჩვენს ქალაქს, რეგიონს და ვიღაც ჩინოვნიკების პირადი ინტერესების მიმართულებით მოხდა მისი გახარჯვა. ამ შემთხვევაში სახედია არსებული პრობლემები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომელსაც არ საჭიროებს სპეციალისტის, ადამიანის ექსპერტის მოყვანასთან შესწავლასთან შეფასებად, თვალნათელია, ხილულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამაში თვითონაც გამოვიდეს
დაათვალიეროს და თვითონაც კი, დარწმუნდეს. ჩვენი მაყურებელიც ნახავს ახლა თავდაპირველად ნახა რომ რა მდგომარეობაში არის ძველი წერტილები, საიჯარო ფართები, ასევე დავათვალიერებთ ცოტა ხანში თან რომ ვიმოძრავოთ, დავათვალიერებთ რა მდგომარეობაში არის სკამები, ასევე ელექტროსადენები. რატომ ჩაიბარა თავის დროზე როგორ ფიქრობთ ბათუმის მერიამ ეს ან იყო თუ არა თვალსაჩინო თქვენი აზრით ასეთი ტიპის ხარვეზები? ანუ ხარვეზები ეს პროექტი თავიდანვე იყო პრობლემური. მაყურებელს მინდა შევახსენო რომ პროექტი დაიწყო 2021 წელს და ემსახურებოდა ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიის კუთხით იყო დაგეგმილი განხორციელებული. აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ განახლებული რეგიონების ფარგლებში და ამ პროექტის ანუ გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პარალელურად აჭარის ექს-მუნიციპალიტეტში, სხვა მუნიციპალიტეტებში უნდა განხორციელებულიყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯამში გამოყოფილი იყო 20 მილიონი ლარი და სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ იმავე წელს ოპერატიულად მოკლე ვადებში. მაგრამ სამუშაოები ვერ შესრულდა, ვაჯერ შევიდა ხელშეკრულებაში ცვლილებები და 2021 წლის დეკემბრის ნაცვლად სამუშაოები საბოლოო მიღება ჩაბარება გაფორმდა 2024 წლის ივნისში და შესაბამისად ანუ გაჭიანურებული სამუშაოებს აქვს ადგილი გვაქვს სახეზე, ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებს და პლუს ამას აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაემატა 20 მილიონს, დაემატა 2 მილიონი, ანუ 22 მილიონი გახარჯვა მოხდა. წლებთან ერთად გარდა იმისა, რომ გაჭიანურებული იყო სამუშაოები, არაერთხელ შევიდა პროექტში ცვლილება, მათ შორის გაიზარდა თანხის მოცულობა. დიახ. თანხის მოცულობა გაიზარდა კონკრეტულად გმირთა ხეივნის პროექტზე, ანუ დაიხარჯა 7 მილიონ 315,000 ლარი. კონკრეტულად ამ ინფრასტრუქტურული პროექტზე ეს იყო პირველი ეტაპის სამუშაოები. ამის პარალელურად დაიწყო 2022 წლის ივნისში მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც გულისხმობდა საფეხმავლო გადასასვლელების მოწყობას და ლიფტების მოწყობას და ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამისთვის გამოყოფილი იყო 16 მილიონ 500,000 ლარი. ტენდერი გამოცხადდა და 7 თვის განმავლობაში უნდა შეესრულებინა გამარჯვებული კომპანიას სამუშაოები. აღნიშნულ შემთხვევაში პროექტი გაჭიანურდა, დაგეგმილ ვადებში ვერ შესრულდა და ნაცვლად 7 თვისა გაიწელა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაში მოხდა 1,5 მილიონი ლარის დამატება, ანუ ჯამში გმირთა ხეივნის რეაბილიტაციაში ორი ეტაპად განხორციელებულ პროექტში დაიხარჯა 25 მილიონ 315,000 ლარი და სახეზე გვაქვს შედეგი რომ ის რაც გაკეთდა რეალურად არის უხარისხო, არ არის ანუ მორგებული ქალაქის სტუმრებზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე, სკამები არის დაზიანებული, ურნები დაზიანებული, ასევე დაზიანებულია გარე განათების ქსელი, ამორტიზებულია საპირფარეშოები, ასევე ექსპლუატაციაში ფიზიკურად არ არის შესული. ხო, გარდა იმისა, რომ შემდგომ უკვე ვანდალიზმის შედეგად დაზიანდა აქ ინფრასტრუქტურა, უნდა აღინიშნოს თავის დროზე, როდესაც პომპეზურად გაიხსნა ეს გმირთა ხეივანი, მათ შორის იყო პრემიერი, ადგილობრივი მთავრობა თორნიკე რიჯვაძის მეთაურობით. ვნახეთ ის, რომ მედიაც მაშინ წერდა კონკრეტული ფაქტებიც იყო, დაუმთავრებელი პროექტი ჩაიბარა ფაქტობრივად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ბათუმის მერიამ. საუბარი არის იმაზე, რომ ლიფტები არ მუშაობდა, მათ შორის არ მუშაობდა შადრემანთა უმრავლესობა. რატომ ჩაიბარა ან რატომ მოხდა ნაჩქარევად ამ პროექტის ექსპლუატაციაში მიღება? თქვენ რა ახსნა შეიძლება? ანუ ურთიერთშემავსებელი ამბავი მგონია, პირველ რიგში ეგ არის 2024 წლის ივნისში მოხდა ჩაბარება და ეს არის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი და მე ვფიქრობ, ანუ მოსახლეობაში აღშენებლობის ტემპი, ეგრეთ წოდებული ტემპი და რაღაც მოცემულობა რო ეჩვენებინათ ჩვეულებრივი ფარსი, ამიტომ მოხდა მისი მიღება ჩაბარება და ამის პარალელურად არ გამოვლისხავ გარკვეული чиновникების კორუფციულ ინტერესებს, რომლებმაც თვალ დახუჭეს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე. ამ პროექტების მიღება ჩაბარების ანუ ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ყავდათ დანიშნული თითოეული წარმომადგენელი, მათი მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოხდა დაკვეთა და ჩაბარება ამ პროექტის, მუნიციპალიტეტებს ყავდათ წარმომადგენლები, რომლებიც ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების ხარისხს, შესაბამისობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და ასევე პასუხისმგებლობა აქვს აღებული მუნიციპალიტეტსო საგარანტიო პერიოდში დააფიქსიროს დეფექტები და მოთხოვოს 2 წლის ვადა აქვს საგარანტიო პერიოდი აღმოფხვრა. როგორც ჩანს ეს არ უსარგებლია მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ შეკეთების თვალსაზრისით აქ ვერაფერს ვერ ვხედავთ ჯერჯერობით. ამის ნიშანწყალი არ იგრძნობა და არც ჩანს, ხო?
როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, იმიტომ რომ საკმაოდ დატურისტულად დატვირთული ტერიტორია არის ეს და ანუ უსიამოვნო არის ის, რომ მაგალითად საპირფარეშოები რა მდგომარეობაში არის ამ ადგილზე. მათ შორის საინტერესო გარემოება ისიც არის, რომ მოიჯარეებმა თანხა გადაიხადეს და ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას ვერ ახერხებენ ისინი, იმიტომ რომ მერიამ ვერ მოუგვარა პრობლემები. მან ორი მომენტია, ანუ პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ რადგანაც 2024 წლის ივნისში მოხდა ჩაბარება საბოლოო, ანუ 2026 წლის ივნისამდე უნდა დაფიქსირდეს დეფექტები, რომლის საფუძველზეც ვალდებულება იქნება შემსრულებელი კომპანიას საბაკონტრაქტშეს, რომ აღმოხვრას უსასყიდლოს დეფექტები, თუ ავადას მუნიციპალიტეტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ანუ შემსრულებელი გაუშვებს, მაშინ ამ დეფექტების აღმოხვრაზე საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური რესურსები, რომელიც გაღება მოგვიწევს ბიუჯეტიდან. მეორე მომენტია, როგორ ზარალობს ბიუჯეტი და სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე, ანუ არასწორად შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან. ერთი ფაქტია, რომ თანხა იხარჯება უხარისხო სამუშაოებში და იფლანგება ბიუჯეტის ფული, რომელიც სხვა სიკეთეებს შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო და ასევე ბიუჯეტი ვერ ღებულობს იმ დაგეგმილ შემოსავალს, რომელიც უნდა მიეღოთ კომერციული ფარდების იჯარიდან. ერთის მხრივ ხარჯები გაზრდილია დაუსაბუთებლად და წასულია პირადი ინტერესებისათვის სავარაუდოდ ჩინოვნიკების და მეორე მხრივ ბიუჯეტის დაგეგმილი შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო ამ კონკრეტული კომერციული ფართების იჯარიდან, ეს შემოსავლების ბიუჯეტი ფიზიკურად ვერ ღებულობს და შესაბამისად, ეს დანაკლისი, ჩინოვნიკების მიერ გადადგმული ბიუჯეტით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მიღებული დანაკლისი ფინანსური სახსრები აისახება, ჩვენი ქალაქის ბიუჯეტზე და შესაბამისად ქვეყანაზე ზოგადად. ხო, სხვათა შორის კადრში ჩვენ ვხედავთ ახლა ეს ქვის კამები, დაახლოებით ასეთი ქვის კამები განათავსეს თავის დროზე რამდენიმე 1000 დაიხარჯა ცენტრალურ პარკში, რომელიც მოგვიანებით ხალხის პროტესტის შედეგად აიღეს. შესაძლოა აქაც აიღონ, ხომ? ლოგიკას გავყვებით, ცენტრალურ პარკში ქვის კამები გამოუსწრა და გარი აღმოჩნდა და მასში გადახდილი თანხა გამოვიდა უსარგებლო, ცენტრალური პარკი და გმირთა ხეივანი არაფრით არაა განსხვავებული ერთმანეთსა, კლიმატის ერთნაირია, პირობების, მოსარგებლეების ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანები და იქ თუ არ ვარგო და აქ როგორ იქნება სასარგებლო, მე ვფიქრობ, აქაც იგივე ბედს გაიზიარებს და დამატებით მოხდება ბიუჯეტის თანხების გაღება, რაც ძალიან სამწუხაროა. გასაგებია, მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ კორუფციის მკვლევარს გოჩა მჟავანიძეს. შეგიძლია გოჩა აზას გადააწოდოთ მიკროფონი. თქვენ უსმენთ კიდევ ერთხელ გეტყვით კორუფციის მკვლევარს, რომელმაც ისაუბრა გმირთა ხეივანში მიმდინარე სამუშაოებსა და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე. ახლა კი საკითხს აზა გაბუნიასთან ერთად შევაფასებთ უკვე პოლიტიკურ ჭრილში. აზა, მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ ერთვებით აჭარა ტაიმს პირდაპირ ეთერში. გვითხარით, თქვენ ახლა დაათვალიერეთ ფაქტობრივად ნახევარი გმირთა ხეივანი ფეხით მოიარეთ. რა ვითარება არის, ჯერ ვთქვათ ეს და რის შედეგი არის თქვენი აზრით? მოგესალმებით, მადლობა ბატონო სულხან, ბატონ გოჩას, მთლიანად მე მგონი კარგად გვაჩვენა და მთელი ამ წლების განმავლობაში აქ მიმდინარე პროცესები თავიდან ბოლომდე კარგად წარმოგვიდგინა. ამ წუთას რა ვითარება აქ უკვე წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, ხო? აქ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მაგრამ ეს არ არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს უნდა ვთქვათ, ეს არის სისტემური ხარვეზები და ეს არის კორუფცია, ეს არის დანაშაული. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დანაშაული. დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, ბევრი თვალსაზრისით, დანაშაული იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ დაჩქარებულად მოხდა ამ პროექტის ჩაბარება, ჩაიბარეს ექსპლუატაციაში მიიღეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც იყო აბსოლუტურად საფრთხის შემცველი, არის ღია, ჩვენ ეხლაც ვნახეთ, ხომ? განადგურებული საპირფარეშოები, ხიდი, რომელთანაც ცვივა ფილები, მათ შორის სადინარები, დენის, რომელიც არის ღია, ლიფტები, რომლებიც გამოუსადეგარია და რამდენიმე მილიონი დაიხარჯა ლიფტები საერთოდ არ ფუნქციონირებდა, ისე ჩაიბარა ბათუმის მერია. მხოლოდ ეს არის ქართული ოცნების მმართველობის კლასიკური მაგალითი, პომპეზურად როგორ გახსნიან რაღაც ინფრასტრუქტურულ პროექტს,
კარგად აღნიშნა ბატონმა გოჩამ, ეს იყო წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართული, ხოლო 1 წლის შემდეგ, კამპანიიდან 1 წლის შემდეგ ხეივანი იყო ფაქტობრივად გამოუყენებელი, მხოლოდ და მხოლოდ ბეტონის ფილები, ისედაც განაშენიანების თვალსაზრისითაც, გამწვანების თვალსაზრისითაც ეს ხეივანი არის პრობლემური, იმიტომ რომ საჩრდილობლები არ არის ზაფხულში აქ ადამიანს შეუძლებელი აქ ადამიანი გაჩერდეს, იმიტომ რომ მზის საჩრდილობელი არ არსებობს. ეს პრობლემა. მათ შორის ბათუმის დუბაიში და სხვათა შორის ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ჩვენი ქვეყანა არ არის დუბაი, ჩვენ ის ინფრასტრუქტურა არ აქვს და არც ისეთი მდიდრები ვართ, ყოველ წუთში რაღაცები ვცვალოთ და მათ შორის 25 მილიონამდე ლარი გავფლანგოთ და ჩვენი ჯიბეებიდან სადღაც წავიდა რაღაცა ბუტაფორიაში, რომელიც მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა პომპეზური გახსნას ხელისუფლება ტაში დაუკრან, ლენტი გაჭრან, ეს ვითარება იყო ამ შემთხვევაში და გაიფლანგა ამდენი თანხა, რომელიც არ ვიცით ვინ შეასრულა, რატომ მიიღეს, ხელი ვინ მოუწერა ამ ინფრასტრუქტურულ პროექტს, ვინ არის დამნაშავეები, ვინ აგებს პასუხს. დღემდე არ არის ამაზე პასუხი, არც მერია, არც მუნიციპალიტეტი ამაზე არ გვეუბნება პასუხს. ფაქტია, რომ აქ სერიოზული დარღვევებია, საფრთხის შემცველია ეს ვითარება, კი ბატონო. განადგურებული ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის სათვალთვალო კამერები, არის ქალაქის ცენტრი, ვანდალიზმი, ეს ვანდალიზმი, ეს მოქალაქეების ერთის მხრივ მოქალაქეების დანაშაულიც არის ჩადენილი, მაგრამ ამის გარდა აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ეკუთვნის მერიას და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი კონტროლი და შემდეგში ყოველთვის უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება და ჩვენ ვხედავთ ამას, ხო? ამას ემატება შემდეგი პრობლემა, რომელიც ეხლა დგას, მოიჯარეები, გაცემულია ობიექტები, სადაც ჩადის წყალი, თანხა გადახდილია, დიახ. გადახდილია თანხა, მერია მათ ავალდებულებს, რომ გადაიხადოს თანხა და ის ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთი საქმიანობის იქ განხორციელებას. ეს არის უპასუხისმგებლობა და ეს არის შევიწროება მცირე და საშუალო ბიზნესის და მეწარმეების. თქვენ აქ მოსვლამდე რამოდენიმე საათით ადრე ჩვენ ვნახეთ გოგებაშვილის ქუჩაზე, როგორ აიღეს ადამიანებს ჯიხურები, სავაჭრო ჯიხურები, რომლებიც ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ისინი იღებდნენ ამ ნებართვას, შემდეგ აუქციონის სახით და არჩევნებამდე მათ მიმართეს ისევ ნებართვის სახით, არ მისცეს არც პასუხს არ ეუბნება არავინ, არც მთავრობამ გასცა დღეს მათ პასუხი, არც მერია აძლევს ამ ადამიანებს პასუხს, მაგრამ სამწუხაროდ ნახეთ რას ხედავთ. ღია სადენები, სხვათა შორის წეგნებსვათ ჩვენ ემაყურებელს, რა მდგომარეობაში გარდა იმისა, სადაც დადიან ბავშვები, მოხუცები, ადამიანები, ტურისტები და ყველასთვის ეს სივრცე არის უსაფრთხო. გარდა იმისა, რომ ადამიანებისთვის არის საფრთხის შემცველი ასეთი ღია სადენები, მიუსაფარი ცხოველები თამაშობენ ხშირად და არაერთი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მაგალითად ცენტრალურ პარკში. არ ვიცი, რა ელოდებიან, ალბათ მსხვერპლს რო რეაგირება მოახდინონ, როგორც ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რა ტენდენციაც არსებობს ჩვენ ქვეყანაში, როცა ვიღაცა დაიღუპება შადრევანში, ღია სივრცეში ჩამოვარდნილი და ასე შემდეგ, მაშინ ხდება რეაგირება სამწუხაროდ, მანამდე პრევენციები ამ ქვეყანაში არ ხდება. შადრევანი ახსენეთ და ეს ერთ-ერთი შადრევანია იმ 8 შადრევნიდან, რომელიც ფაქტობრივად არ მუშაობს. არც ერთი არ მუშაობს. აი მაგიდაც ნახოთ. ამ ყველაფერზე პასუხს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? მაგიდის მდგომარეობა, გარე განათება, სკამი და ასევე ვანდალიზმის კვალი, რაც იგრძნობა, მათ შორის სადენები აქაც ნახეთ რა მდგომარეობაში არის სადენები, როგორც ლამპიონების, ასევე გარე განათების, ფაქტობრივად არის ღია მდგომარეობაში და ღია რისკი, რაც აქ გამლელებისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. აზა, საინტერესო არის და გავუსვათ ხაზი ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის უმოქმედობას. ფაქტობრივად საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანოს ყველას ხდომა არის მარტო მართველი გუნდის ასე ვთქვათ, საქმიანობის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩინება, არა და მათი უშუალო ვალდებულება არის ის, რომ ასეთ საკითხებზე დაისვას მწვავე კითხვები, რასაც ვერ ვხედავთ. რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ საკრებულო ხომ უნდა წარმოადგენდეს ამ ქალაქის ხმას. საკრებულო დღეს ყველა მისი წევრით
ემსახურება ქართული ოცნების PR სამსახურს. ისინი ქართული ოცნების PR სამსახურია და ისინი არ არიან საკრებულო, ისინი არ ემსახურებიან არც ქალაქს, არც მუნიციპალიტეტს. მათთვის არის მხოლოდ ის სტაჟი, როგორ დაუკრან ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. მეტს არაფერს ისინი არ ასრულებენ. შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვენთან ერთად აქ მოვიდნენ, გვითხრან რა გააკეთეს ამდენი ხნის განმავლობაში, რომელი პროექტი განახორციელეს, რას გაუწიეს მონიტორინგი, რა მოთხოვეს, ვისთან გავიდნენ, მოითხოვა ნახეს თუ არა რა საჭიროებები აქვს მოქალაქეებს და იზრუნეს თუ არა ამ საჭიროებებზე, რაც მათი პირდაპირი დავალებაა. ბოლოს რომ შევაჯამოთ პასუხისმგებლობის საკითხიც ცხადია უნდა დაისვას, ვის ბრალეულობა შეიძლება იკვეთებოდეს ის. ჩვენ ვისაუბრეთ კორუფციის შესაძლო რისკებზე, თუმცა ამ ყველაფერზე ვიღაცას უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ფაქტი არის ასეთი. გარდა იმისა, რომ თავის დროზე ეს პროექტი ჩაიბარეს დაუსრულებელი, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ მუშაობდა შადრევნები, შუშუმუპირთა ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება, ლიფტები არ მუშაობდა, ჩაიბარა, შემდგომ უკვე ვხედავთ, რომ სამუშაოები არის უხარისხოდ შესრულებული. ამაზეც ცხადია, ეს არის დანაშაული და აუცილებლად ეს არის დანაშაული, რომელზეც უნდა აგოს მუნიციპალიტეტმა, მერიამ, ამ ყველაფერზე ან გვითხრას, აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, ვინ ჩაიბარა, ვინ მოაწერა მიღება-ჩაბარებაზე, ამ პროექტის მიღება-ჩაბარებაზე ხელი, ვინ არის პასუხისმგებელი პირი. გარდა მაგისა, იმ მეიჯარებს და ადამიანებს, რომლებიც დღეს დაზარალებულები არიან და იხდიან იჯარის გადასახადს, აუცილებლად უნდა შეუწყდეთ ამ გადასახადის გადახდა, მანამ სანამ ეს ობიექტები არ იქნება სამუშაოდ ვარგისი გარემო და აუცილებლად უნდა იყოს მოწვეული სახელმწიფო და კერძო აუდიტი, რომელიც შეისწავლის იმ დარღვევებს ფინანსურს, რომელიც ამ პროექტის განხორციელების განმავლობაში იქნა დაშვებული. და ყველამ უნდა აგოს პასუხი, ასევე მათ შორის იმ ბიზნესები, რომლებიც ამ საქმიანობის უკან დგას, ეს არის საბა კონსტრაქშენი თუ რომელიმე სხვა ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესები, რომლებსაც ღია აქვთ და რომლებისთვისაც ყველა პროექტი და ყველა კარი ღიაა და სანაცვლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის რეკეტია დღეს ქვეყანაში და ხალხი დარჩა უმუშევარი და დაუკეტეს. ჩვენ ნახეთ სანაპიროზე, ნახეთ გოგებაშვილის ქუჩაზე დღეს ადამიანები როგორ იდგნენ და არავის პასუხი არ აქვს. დაუხურეს ყველას ის სარჩო, რომელსაც ეს ადამიანები იღებდნენ, სამაგიეროდ ქართული ოცნების ხოტბის შემსხმელი და მხარდამჭერი ბიზნესები დღეს ქვეყანაში ხელს ითმობენ ქართული ოცნების მხარდაჭერით. ეს არის კორუფცია, ეს არის დანაშაული, სისტემური, ეს უნდა დასრულდეს და ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. დანაშაულზე როცა ვსაუბრობთ, ამ პროექტის ინიციატორი, მთავარი შემოქმედები დღეს აღარ არიან თანამდებობებზე. თორნიკე რიჟვაძე, არჩილ ჩიქოვანი, ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცეს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ირაკლი ყობახიძეც იყო მაგ დროს, როცა ეს ნაწილი გაიხსნა აქ და ნაწილი გაიხსნა, ბოლოს უკვე დაასრულა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო და ყობახიძემ დაასრულა. ღარიბაშვილმა დაიწყო, ყობახიძემ დაასრულა და მე მგონი მასეც უნდა ყობახიძემაც უნდა დაასრულოს საერთოდ მისი ყოფნა ამ ქვეყანაში და მისი მმართველობა. მადლობა. კი, შეგვიძლია გოჩა გადააწოდეთ მიკროფონი გოჩაც. ისმენთ რისი დამატება გსურდათ? ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, აღნიშნული პროექტი პასუხისმგებლობა იკვეთება მუნიციპალიტეტის მერის, ვინც ექსპლუატაციაში მიიღო აღნიშნული სამუშაოები და ქონება როგორც გადაიბარა, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის, რომელიც არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ არსებული ორგანიზაცია, სახელმწიფო დაწესებულება და თითოეული ის ორგანიზაცია, ვინ ჩართული იყო, ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ზედამხედველ კომპანიას, რომლისთვისაც ცალკე იყო ასეულობით 1000 ლარი გახარჯული, რომელსაც კონტროლი უნდა განეხორციელოს. ეტაპობრივი კონტროლი და საბოლოო კონტროლი. თითოეული სამუშაოების, ანუ დეტალური სამუშაოების კონტროლი უნდა მოეხდინა და ამ დონემდე არ უნდა მოსულიყო. რაც მინდა შევაჯამო კორუფციული ფაქტები, ზოგადად კორუფციული სიტუაცია ქვეყანაში. ქვეყანაში არსებობს ელიტური კორუფცია და ასევე სისტემური კორუფცია ნებისმიერ დონეზე. თბილისში მესაფლავე ყიდის ანუ მიცვალებულისთვის განკუთვნილ საფლავს დამაშიღებულობს ქთამს, გარემოვაჭერსგან ღებულობს ზედამხედველი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი კონკრეტულ ქთამს, რომ გარემოვაჭროს მიცეს საშუალება ივაჭროს ქუჩაში, ანუ მათ შორის გამოიკვეთა დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რიგითებიც კი კორუფციაში ხდნენ ჩართულები. ბათუმში და ასევე 4 თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს ყავდა ორგზის პრემიერ-მინისტრი, რომელიც
ანუ არალეგალური თანხის გათეთრებაზე ამხილა ისე მისმა პარტიამ და ხელისუფლებამ ციხეში არის ირაკლი ღარიბაშვილის გულისხმობ საქართველოს ყავდა გენპროკურორი რომელიც გენპროკურორობამდე იყო ბოტასების ქურდობაში მხილებული გერმანიაში და შემდეგ როგორც გენპროკურორობის დროს ორგანიზებული დანაშაულის ანუ ორგანიზებაში და ფარველობაში არის მხილებული ეს დანაშაული გულისხმობს გარკვეული ადამიანების კლელობებისა და შეკვეთილი კლელობების განხორციელებას ქვეყანაში ყავდა მაგალითად თავდაცვის მინისტრი რომელიც ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში არის მხილებული ქვეყანაში ყავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და მთავარი ანტიკორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პირი უნდა იყოს და თამშებულობდა უცხოელი ბიზნესისაგან და ასევე ფარველობდა კოლ-ცენტრებს და ბაღისთვის და ბაღის აღსაყრელებისთვის გამოყოფილ თანხას იპარავდა თბილისის მუნიციპალიტეტი და ეს არის ის ფაქტები რომელიც ქართული ოცნების შინოვნიკებს, ქართული ოცნების საგამოძიებო სამსახურება ამხილა ამ ფაქტებში დაუდასტურა და აღნიშნული პიროვნებები ზოგი ძებნაშია და ზოგი იმყოფება პენიტენციურ სამსახურში და მე მინდა მოსახლეობას შევახსენო ეს ფაქტები და მინდა უთხრა რომ ყველა მთითეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხიზდეთ, უნდა ამოვიღოთ ხმა წინააღმდეგ უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის რომ ის თანხები რაც ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ შვილებს, ჩვენს ბიაბაბუებს, მეზობლებს, მეგობრებს მოხდეს ამის გახარჯვა მიზნობრივად, ეფექტურად, ხარისხიანად და ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, რომელიც მე ვფიქრობ დავიმსახურეთ და შეგვეფერება ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე და ასევე ზოლიდან გამომდინარე თითოეულ შემთხვევაში. მადლობა, კოჩა, მადლობა აზა, თქვენ უსმენდით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში გოჩა მჟავანაძესა და აზა გაბუნიას. გოჩა არის კორუფციის მკვლევარი, აზა კი პოლიტიკური პარტია თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი წევრი აჭარაში. ჩვენ კი გიჩვენებდით რა ვითარება არის გმირთა ხეივანში, ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში თქვენ ნახეთ სველი წერტილები, რომელიც არის დამტრეული კარები, ნიჟარები, უნიტაზები და საშინაო მდგომარეობაში. საუბარი არის იმაზეც, რომ მოიჯარები ვერ ხსნიან კომერციულ ფართებს, რადგან ხიდიდან წყალი ჩადის, სავარაუდოდ არის ხიდი უხარისხოდ აგებული და ამის გამო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება მეწარმეებს უჭირთ. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის დროზე ბათუმის მერიამ პროექტი ისე ჩაიბარა, რომ არ იყო დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ არ მუშაობდა შადრევნები, არ მუშაობდა შუშუმ პირთა განკუთვნილი ლიფტები, ასევე ხიდიდან ლითონის ფირფიტები ცვივოდა და ამას ჩვენ ეტაპობრივად ვაშუქებთ და ცხადია ასე გაგრძელდება ჩვენ ვაკვირდებით ამ პროექტს და განვითარებულ მოვლენებს და ჩვენი აუდიტორია იქნება პირველი ვინც გაიგებს თუ რა ბედი ეწევა გმირთა ხეივანს ასევე ვის შეიძლება დაიკისროს პასუხისმგებლობა ამ შედეგზე თუ იმ შემთხვევაში თუ გამოეხმაურება საკითხს საჭირის მთავრობა და ბათუმის მერია ცხადია ჩვენ მზად ვართ რომ გამოვყოთ სივრცე იმისთვის რომ ჩვენს აუდიტორიას მივაწოდოთ უკვე ქართული ოცნების პოზიცია მადლობა რომ გვიყურებთ მადლობა რომ გვენდობით გააზიარეთ პირდაპირ ეთერი რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმდინარე მოვლენების შესახებ გემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის